მე ვარ კობა, აქ არის ღვინო. ამით ყველა კაი ხალხს გავამარჯოს. რა არის ღვინო? ღვინო ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მიიღება ყურძნის ფერმენტაციით. ყურძნის ფერმენტაცია ეს არის იგივე ალკოჰოლური დუღილი. ორივე ტერმინი სწორი არის და ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, სინონიმები, ალკოჰოლური დუღილი თუ ალკოჰოლური ფერმენტაცია. რა არის ეს ალკოჰოლური დუღილი თვითონ? ალკოჰოლური დუღილი არის პროცესი, როდესაც ყურძნის არსებულ შაქრებს საფუურები ეს არის მიკროორგანიზმები, ყურძნის არსებულ შაქრებს მიირთმევენ ეს მიკროორგანიზმები და გარდაქმნიან მათ შემდგომ ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად, ანუ ორ ძირითად პროდუქტად. ესე მარტივად რო ახსნათ, ანუ ჭამენ ამას, ამ შაქარს, შაქარი არ უნდა ვიგულისხმოთ აქ ხელოვნურად დამატებული შაქარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის ხელოვნურად დამატება, ეს არის ბუნებრივი შაქრები, რომელიც ბუნებრივად არსებობს ყურძნის წვენში, ეს არის გლუკოზა და ფრუქტოზა ძირითადად. ამ შაქრის მირთმევის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოიყოფა გარდაიქმნება ალკოჰოლად, ანუ სპირტად, რომელიც სითხეში გახსნილი გაზავებული რჩება შემდგომ უკვე და ნახშირორჟანგად. ნახშირორჟანგი არის აირი. ეგრეთ წოდებული გაზი. როგორც არასწორი ტერმინით მოიხსენიებთ ხოლმე და ეს აირი, რადგანაც სუბუქია, სითხიდან გამოიყოფა და ამ გამოყოფის პროცესში იმდენად ინტენსიურად მიდის ეს პროცესი შაქრების დაშლის დროს, როგორც ამას მეღვინეები უწოდებენ ხოლმე, ანუ იმ დროს, როდესაც მიკროორგანიზმის საფუურები მოიხმარენ ამ შაქარს საკვებად, რომ რეალურად დუღილს გავს ეს. აი რომ შევხედავთ თუ გაქვთ ნანახი და ალბათ ვერც გექნებათ ეს ნანახი, იგივე პროცესია, როგორც რაღაც ცეცხლზე თუ ცხელ ზედაპირზე წყალი დგას და დუღს. ზუსტად იგივეა. ვიზუალურად ეს არის და ამიტომაც უწოდებთ ხოლმე ამას ალკოჰოლურ დუღილს. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროცესის დროს, ალკოჰოლური დუღილის დროს, როგორ მიმდინარეობს ის ჭაჭაზე იქნება ეს წვენი, უჭაჭოდ იქნება, კლერტზე იქნება თუ კლერტის გარეშე იქნება თუ რა ჭურჭელში იქნება მოთავსდებული, მთავარია ნეიტრალური ჭურჭელი იყოს ეს, ანუ არ უნდა იყოს ისეთი ზედაპირის მქონე ჭურჭელი, რომელიც შესაძლოა შემდგომ სითხეში გაიხსნას ამ ზედაპირზე არსებული ნივთიერებები. ყველაზე საუკეთესო არის, რა თქმა უნდა, უჟანგავი ჭურჭელი, შუშა, ქვევრი, ტრადიციული ქართული ქვევრი, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესებით დამზადებული. შესაძლოა დუღილი ბოლომდე წარიმართოს, რაც ნიშნავს იმას, რომ სითხეში არსებული შაქრები ბოლომდე მიირთვან საფუურებმა, აღარ დარჩეთ საკვები ნივთიერებები და შესაბამისად სითხეში არსებული შაქარი, ანუ სიტყვა სრულად გარდაიქმნას ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად. როგორც აღვნიშნეთ, ნახშირორჟანგი გამოიყოფა, არ რჩება, წყნარი ღვინის შემთხვევაში არ რჩება ღვინოში და ალკოჰოლი, ანუ სპირტი რჩება სითხეში, რომელიც შემდგომ იქცევა ღვინოდ. ესე ძალიან მარტივად რო ახსნათ და განმარტოთ, სინამდვილეში ბევრად უფრო რთული პროცესები მიმდინარეობს იქ, არ არის მხოლოდ ალკოჰოლი და ნახშირორჟანგი ღვინოში, ბევრად უფრო მეტი ნივთიერებებია მის შემცველობაში. ეს შეგიძლიათ იხილოთ მეორე ეპიზოდში უფრო დაწვრილებით და უფრო განმარტებულად თუ რა შემცველობა აქვს თვითონ ღვინოს. რა არის ღვინო? ღვინო სხვანაირად რო ახსნათ, არა როგორც პროდუქტი, არის ურთიერთობა, არის კულტურა, არის ტრადიცია, არის ისტორია, ქართველებისთვის ყოველ შემთხვევაში ეს ასეა. ნამდვილად ჩვენი კულტურა და ტრადიცია და ისტორია. ყველამ ვიცით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და უძველესი ქვეყანა, სადაც პირველი ღვინო დაიწურა. მაგრამ ძირითადად ეს ინფორმაცია გვაქვს ხოლმე. როდესაც შეეკითხები ვინმეს თუ რატო არის საქართველოს უძველესი ღვინის სამშობლო, ერთადერთი შეიძლება გიპასუხოს, რომ უძველესი ფაქტები არის აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც თუ გიპასუხა და ჩამოყალიბებულად, ესეც კარგი არის რა. რა უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში ამის შესახებ, რომ რა უძველესი ფაქტებია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და რაზე ვერ შეგვედავებიან და რა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ უძველესი ფაქტებისა და იმის გარდა, რომ ეს 8000 წლის წინანდელი დამამტკიცებელი ფაქტები არის აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაღაცა არის და ცოტა მოგვიანებით ამასაც ვიტყვით. ეხლა
თვითონ ეს ფაქტი რო აღნიშნოთ, რა და როგორ არის აღმოჩენილი, ცოტა უფრო დაწვრილებით შეიძლება ვიცოდეთ, ცოტა უფრო უკეთესად. შეიძლება დაწვრილებით არა, მაგრამ ცოტა მეტი რო ვიცოდეთ, კარგი იქნება. სად აღმოჩნდა, ვინ აღმოაჩინა, ვინ გამოიკვლია, ვინ დაადგინა, ეს აუცილებელია ქართველმა საქართველოს მოქალაქემ რო იცოდეს და არა მხოლოდ ის წირი ინფორმაცია, რომ აი ჩვენთან ღვინოს 8000 წლიანი ისტორია და უძველესი ღვინის დამამტკიცებელი ფაქტები თუ ღვინის ნაშთები თუ ის თუ იციან რომ წიფწები არის აღმოჩენილი, აი ხო საერთოდ უკვე ზედა დონეა. ამაზე მეტი უნდა ვიცოდეთ რეალურად და რა არის ეს? ეს არის ის, რომ ეს არქეოლოგიური გათხრები, არქეოლოგიური კვლევები ჩატარდა დღევანდელი მარნეულის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტები, სადაც არის აღმოჩენილი, რამაც შემდგომში დაადასტურა, რომ რეალურად საქართველოს არის ღვინის სამშობლო, ღვინის აკვანი, არის გადაჭრილი გორა და შულავერის გორა. ეს კვლევები დაიწყო 1960-იან წლებში, 1965-71 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობით ამ არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ თუ სწორად მახსოვს ოთარ ჯაფარიძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი. მე მგონი სწორად მახსოვს. და ამათი ხელმძღვანელობით დაწყებული არქეოლოგიურ კვლევებისას ზედაპირული გათხრები ჩატარდა მაშინ, ანუ ძალიან სიღრმეში არ წასულა. ამ ზედაპირული გათხრებისას აღმოაჩინეს წიფწები, რომელიც მაშინვე არ ჩატარებულა რადიოკარბონული კვლევა. ეს რადიოკარბონული კვლევა არის ის კვლევა, როდესაც ასაკის დადგენა ხდება, სავარაუდო 1000 წლეულის ან 100 წლეულის დადგენა ხდება ამ რადიოკარბონული კვლევის, არც მოლეკულური კვლევა არ ჩატარებულა ამ პერიოდში, მაგრამ შესწავლისას ამპელოგრაფებმა და თვითონ არქეოლოგებმა რო შეისწავლეს, ისეთ წყლოვანების ფენებში აღმოაჩინეს, ეს არქეოლოგიური ფენები არსებობს ესეთი, რომ მაშინვე დამატებითი კვლევების გარეშეც უკვე იძახდნენ, რომ ეს ძველი წელთაღრიცხვით მე-5-მე-7 წლეულს განეკუთვნებოდა ეს წიფწები და ეს წიფწები რითი იყო მნიშვნელოვანი? ანუ გარდა იმისა, რომ ყურძნის წიფწები იყო, ეს იყო კულტურული ვაზის კულტურული ნიშნავს, რომ უკვე ადამიანის მიერ მოშინაურებული, ასე ვთქვათ, და ადამიანის მიერ გაშენებული ვაზის ან ამ კულტურულ ვაზზე გარდამავალი ყურძნის წიფწები იყო. და ეს მხოლოდ გარეგნული დათვალიერებითაც კი შეიმჩნეოდა. ეს ამ კვლევების შემდგომ ბევრად უფრო მოგვიანებით გაგრძელდა მე დამატებით კვლევები, უკვე 2006-2007 წლებში ჩატარდა კვლევა, როდესაც ყველაზე დიდი არქეოლოგიური მასალა მოიპოვეს და მათ შორის მოიპოვეს კიდევ დამატებით წიფწები, 8 დიდი საღვინე ჭურჭელი აღმოაჩინეს, ჭურჭლის ნამტვრევები, ფრაგმენტები უფრო სწორად, რომლის ზედაპირზეც შემდგომი გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ღვინის მჟავის კვალი იყო. ეს ღვინის მჟავა თავისი არსით მოიპოვება ყურძენში ან ღვინოში, რომელიც ყურძენა გადადის შემდგომ ღვინოში, რაც ადასტურებდა. გარდა იმისა, რომ ღვინის მჟავის კვალი იყო ამ ჭურჭლის, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებზე, შიდა კედლებზე, ასევე დეკორაციები იყო ამ თიხის ჭურჭლის გარე კედლებზე გამოსახული ყურძნის დეკორაციები, თვითონ მოცეკვავე ადამიანის დეკორაციები, ასევე რაც არა მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ უშუალოდ ყურძნის პროდუქტი იყო ამ ჭურჭელში მოთავსებული, გარდა იმისა, იმასაც მიუთითებდა, რომ რაღაც კულტურული დამოკიდებულებაც ჰქონდა უკვე იმ პერიოდის ადამიანს, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანს ღვინის მიმართ. ეს იყო დამადასტურებელი იმისა, რომ იმ პერიოდში უკვე საკმაოდ განვითარებული იყო ღვინის და ვაზის კულტურაც, რადგანაც აღმოჩენილია როგორც წიფწები, ასევე თვითონ უშუალოდ ღვინის კვალი. 2012-2016 წლებში გათხრები კიდევ ერთხელ განახლდა, ამჯერად უკვე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივი ძალებით საერთაშორისო სახე მიიღო უკვე ამ კვლევამ და ამ ეტაპზე გამოყენებული იყო ის მოპოვებული მასალა, რომელიც ძირითადად გამოყენებული იყო 2006-2007 წლებში მოპოვებული მასალა, ფრაგმენტები იყო ეს თუ წიფწები იყო თუ სხვა არქეოლოგიური მასალა და ამაზე კვლევები მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ჩაუტარდა როგორც ბიომოლეკულური, ასევე რადიოკარბონული, მოკლედ რა კვლევა შეიძლება ჩატარებულიყო ასაკის თუ
წარმოშობის თუ ზუსტად რა ნივთიერებები იყო იმის დასადგენად, ყველა კვლევა ჩატარდა და შემდგომ უკვე 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც მეცნიერული კვლევა იყო უკვე ჩატარებული და დადასტურებული, რომელშიც მტკიცდებოდა, დამტკიცებული იყო და მოყვანილი იყო ფაქტები, რომ საქართველო რეალურად არის ღვინის სამშობლო. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ფაქტები არქეოლოგიური გათხრების შედეგად და არა მხოლოდ ამ მარნეულის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჭრილი გორაზე, შულავერის გორაზე, იქ სხვადასხვა ბევრი გორა არის, გორა ნამოსახლარები არის იდეაში დღესდღეობით. არა მხოლოდ მან, არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ღვინისა და ვაზის კვალი, მაგრამ ყველაზე ძველი ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი და ამ ტერიტორიაზე მიღებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული ფაქტებით დაადასტურეს, რომ ეს არის ნამდვილად 8000 წლის. და ამით საქართველომ გადაუსწრო მაშინდელ უძველეს აღმოჩენილ ფაქტებს დაახლოებით 600-1000 წლით, ამით გინესის რეკორდებში შევიდა. მოკლედ ეს ფაქტი აღიარებული იქნა 2017 წელს ოფიციალურად. ოფიციალურად სამეცნიერო კვლევებში და არა რაღაც ჭორის დონეზე და არა რაღაცა ვარაუდების დონეზე. ანუ ეს არის დამტკიცებული. ვერავინ ვერ მოგვედავება ამაში. მაგრამ სხვაგან რო აღმოჩნდეს მე სადმედიოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რო აღმოჩნდეს უფრო ძველი, აი თუნდაც 500 წლით ან 200 წლით ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომელიმე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე რო აღმოჩნდეს, მე რა სტატუსი ჩამოგვერთმევა, რომ აღარ ვიქნებით საქართველოს უძველესი ღვინის ქვეყანა აიმორჩა, ჩვენ აღარ ვართ უძველესი ღვინის ქვეყანა და ნუ კარგად იყავით, დაგვიქნევენ ხელს. არა, ესე არ არის. და რატო არ არის ესე? როგორც უკვე აღნიშნე, ის ამის დამადასტურებელი ფაქტები მთელ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ღვინისა და ვაზის კულტურის და ეს არის ყველა 1000 წლეულის და ყველა 100 წლეულის. რაც თავის მხრივ ადასტურებს იმას და ამტკიცებს კიდევაც, რომ საქართველოში რეალურად არის ჩატარებული 8000 თველი უწყვეტად. 8000 სიმბოლურად რო ვთქვათ, თორე შეიძლება ცოტა მეტიც კი. ცოტა ისე ჭალებში. ანუ ეს პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უწყვეტად. არასდროს არ შეჩერებულა და არასდროს არ შეწყვეტილა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და არა მარტო მეზობელ ქვეყნებში, სხვა ქვეყნებშიც არის აღმოჩენილი საკმაოდ ძველი დამადასტურებელი იმის ფაქტები, რომ ღვინო იქაც იწურებოდა და ვაზი იქაც არსებობდა. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ ეს პროცესი 1000 წლეულების განმავლობაში იყო შეწყვეტილი. ჩვენთან ეს პროცესი არასდროს არ შეწყვეტილა. ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ეს უნდა დავიმახსოვროთ და ეს უნდა ამაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ხოლმე და ამითი უფრო ამაყები უნდა ვიყოთ რეალურად, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი და საქართველო პირდაპირ ასოცირდება ღვინოსთან და ღვინო არის საქართველო და საქართველო არის ღვინო. ჩვენ ვართ ღვინოში და ღვინო არის ჩვენში. გაგიმარჯოთ. დღევანდელი ეპიზოდის ღვინის დაგემოვნების ნაწილის პარტნიორია მარანი კაპიტო. მარანი კაპიტო ეს არის საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს სოფელ ზემო ხანდაკში და დღეს დავაგემოვნეთ როზეს, ვარდისფერ ღვინოს, რომელიც დამზადებულია, მიღებულია თავკვერისგან, ესეთი ვაზის ჯიშის ყურძნისგან. ეს არის ვარდისფერი, კლასიკური წესით მიღებული ვარდისფერი ღვინო. მოდი გავხსნათ, 2023 წლის მოსავალია, აღნიშნოთ ესეც აუცილებლად. გავხსნათ და დავაგემოვნოთ. ხო, მან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ამას ჩატში უკეთია. ჩატში არის ეს ზედა ნაწილი, რომელიც გამჭვირვალეა და არის ფიქრობთ, რომ რას აკეთებს ეს კაცი. რას ხსნისო. რეალურად აქვს ჩატში. თუ გამოჩნდება. ხმა ხო ისმის თუ არ გამოჩნდება. კარგია.
და საგემოვნებად საკამერისია. ბევრი არ მოგვივიდეს. სასიამოვნო ვარდისფერია, ორაგულის ფერში გარდამავალი, ორაგულის ხორცის ფერში გარდამავალი. კრიალა, წნევლები ზომიერად ინტენსიური. არომატი ძლიერი ინტენსივობის, წითელი ჟოლო, წითელი მოცხარი, შტოში. ძირითადად კენკრებია, წიფე-წითელი კენკრები. უკანა ფონზე მომდენო არომატებში შეგვიძლია ვიგრძნოთ სუბუქად თვითონ ვარდის ფურცლების არომატი. ძალიან კარგად იხსნება კოწახურის არომატი. მოდი გემოზე გავსინჯოთ. ღვინო მშრალია, ნარჩენი შაქარი ანუ სიტკბო არ არის. სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობა აქვს. საკმაოდ სხეულიანია მიუხედავად იმისა, რომ ვარდისფერია. გემოშიც იგივე არომატები იხსნება, რა თქმა უნდა, რაც ცხვირში ხვდება. დიდად განსხვავებული არაფერი, ისე მეორდება წითელი ჟოლო, წითელი მოცხარი, შტოში. ვარდისფერისთვის ძალიან კარგი ღვინოა. რაც შეეხება თვითონ ვარდისფერ ღვინოს, ძალიან მრავალმხრივი ტიპია და ყველა სეზონზე შეიძლება მიირთვა ადამიანმა. ზაფხულში კარგად ჩაცრიებული შემოდგომა გაზაფხულზე შესაბამის კერძებთან თვითონ შემოდგომას და გაზაფხულს უხდება და ზამთარშიც შეიძლება ისიამოვნო და გაიხსენო ზაფხული ცხელი საღამოები და კარგად ჩაცრიებული თბილად ბუხართან ან სადმე ყუდრო ადგილზე ისიამოვნო ვარდისფერი ღვინით. მადლობა მარან კაპიტოს ასეთი შესანიშნავი ვარდისფერი ღვინისთვის. 2023 წლის მოსავალია. ახალგაზრდა ღვინოა. ვარდისფერი ღვინოები ისეთი ღვინოებია, რომ რაც შეიძლება ახალგაზრდა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხმაროთ. არსებობს გამონაკლისი ვარდისფერი ღვინოებისთვისაც, მაგრამ უმჯობესია მისი სიხალისით ვისიამოვნოთ და მისი ახალგაზრდულობით, ვიდრე დაძველებული ვარდისფერი ღვინოებით. გადავიდეთ დღევანდელი ეპიზოდის მომდევნო ნაწილზე, ეს არის ლეგენდები ღვინოზე ინტერნეტ სივრციდან. ძირითადად ეს არის ასე ვთქვათ ამონარიდები სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან თუ ყურმოყრული ამბები, რომელიც ჩანიშნული და ჩაწერილი მაქვს და შენახული მაქვს, ან თვითონ გარკვეული პოსტები სოციალურ ქსელებში და მე ამ პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარები. წავიკითხავ ამ კომენტარებს, წავიკითხავ თვითონ ამ პოსტს, რა თქმა უნდა და წავიკითხავ ამ კომენტარებს და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებას და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დატოვოთ ამ ეპიზოდის ქვეშ შესაბამის პოსტზე თქვენი კომენტარი. ერთ-ერთი ასეთი პოსტია ყურძნის ფოტოდევს და შეკითხვა არის დასმული ერთ-ერთ ჯგუფში ასეთი. ხო ვერ მეტყოდით ეს რა ჯიშია. ღვინო გემრიელი დგება. რა თქმა უნდა ყურძნიც არის და შემდგომ მოდის კომენტარები. ალადასტური. რამ გაალადასტურა? მოლდოვაა გაქანებული, სასუფრე ჰიბრიდი. დავითანხმები თუ არა, გეტყვით ამას შემდგომ. აქ მოლდოვას ლანძღავენ, მოლდოვა მაგის ჩამომთრევი. 2 წელია ამ ჯგუფში ვარ და სულ ალადასტური მოლდოვის გარჩევა ისმის. 500-ზე მეტი ჯიშიდან ესაა ყველა კუთხეში გარდა ჯგუფისა. ზუსტად ეგ მაქვს ეზოში, ღვინო და არ ვარგა. მომჟავო ტიპია, მაგის სუფთაწვენი კი არიან დოცენტები შაქრის გარკვეული რაოდენობით რომ გემოზე სვამენ, მაგრამ დიდი ვერაფერი, ხილად იდეალურია. საღვინეთ თუ აპირებ დაამყენი ზედ რამე. არადა სხვისი კომენტარია უკვე. არადა 7 წელია ამ ჯიშის ღვინოს ვაყენებ. არავის უთქვამს რომ ცუდიაო, გემოს მართლა ვერ დაუწუნებ. გემო კაცია და გუნებაო თუ როგორ არის ეს კაცია და გემოვნებაო, ერთი და იგივე მე მგონი. აქ ვიღაცა გამოეხმაურა. ჩამომთრევს რომ აგინებ უკეთესი რამე ჩამოიტანე? ასე რომ ილანძღები თუ იცი როდის იკრიფება და ან რის მაინტერესებს როდის მოგიკრეფია. ამის მერე გეტყვი, იცი თუ არა ალადასტური. ამოწმებს ცოდნას. ალადასტური ვახსენე სადმე გამოეხმაურა ისე
ამას თუ ალადასტურად ხედავ, რაც ფოტოზეა ყოჩახ. კაი შეკება. ალადასტურ მოლდოვური მე არ მიწერია და თქვენ გიწერია. აბა სხვანაირად რა გავიგო? ერთმანეთზე დავებიან ისეთ რაღაცაში ვერ გაიგეს თვითონაც რაზე დაობენ. აბა ბიჭო, ხო გადაიკიდა ხალხი ერთმანეთს ალადასტური მოლდოვანკას გარჩევით. არა და ბევრი საერთოდ აზზე არა, რას ბოდიალობს. უბრალოდ ოღონდ რაიმე თემაზე დაუგდე პოსტი და წავიდა პროფესორობა, ესე წერია პ და მე რაფესორობა. რაფესორობა. ხო შეიძლება, არ იცი და დააცადე ვინც იცის და შენც გეცოდინება, რამდენი რამეს სწავლა შეიძლება გამოცდილი ხალხისგან, მაგრამ არა, ესენი იპყრობენ გვერდს თავიანთი ფილოსოფიით. გარკვეული რჩევაა მოცემული. აქ ანდაზა თუ გამოთქმა უკვე ფუყე თავ-თავს თავის ზევით უჭირავს ყოველთვის 100%, ესე წერია. მე ვაკეთებ მაგისგან უშაქრო ღვინოს. ნაბახუსები არ აქვს საერთოდ და დასალევად ძალიან სასიამოვნოა. სათბურში მაქვს და სადაც მეც ჩაქრიანობას კრებს. სათბურში აქვს. საინტერესოა. 100%-იანი სიმართლეა ძმაო. კი, მასია, ისი ამბობენ რომ თუ ამაში კაცითეს შეურევ, კარგი გამოდისო. აქ ისე ამ ვარაუდზე არის გამოხმაურება. ამ კომენტარის ვარაუდზე რომ თუ შეურევ კაცითეს თუ რაღაცა. კი, ალადასტური, კარგი ღვინო გამოდის, ზუსტად არ ვიცი, მეგობარო, მაგრამ რომელიღაცა ჯიშს ურევენ და საოცარი ღვინო დგება თურმე. ახლა მაგარი მოსაზრებებია. ალადასტური ადესის კუპაჟი 90-ზე. აი აქ ისცა რეცეპტი, რომელი კუპაჟით, ანუ რეების შერევით გამოდის საუკეთესო ღვინო. ალადასტური, რომელიც ჯერ დადგენილი არის ალადასტური თუ ეგრეთ წოდებული მოლდოვანკა, ანუ მოლდოვური ჯიში არის ასეთი, რომელიც ასევე ჰიბრიდად ითვლება როგორც ადესა, ანუ ეგრეთ წოდებული იზაბელა და ისიც ჰიბრიდია და რომლისგანაც წესითა და კანონით ღვინოების დამზადება არ შეიძლება. მაგრამ აქ რჩევა ისეთი, რომ 90-ზე ალადასტური ადესას კუპაჟი ამ ალადასტურის ეგრეთ წოდებული, ანუ ჭალებში ალადასტურის კუპაჟი ორი ჰიბრიდის 90-ზე. ასე თქვა, ცოდნე ადამიანებმა და მეც დავეთანხმები, შემიძლია ეპიზოდის ქვეშ ფოტოს ლინკი ჩავაგდო, რომ ეს არ არის ალადასტური, რომელსაც შეცდომით ეძახიან ხოლმე ქართულ ყურძნის ბაზარზე, როდესაც რთველის დროს ყურძნების გამოტანა და გაყიდვა ხდება, ჩამოტანა და მოკლედ გარკვეულ ლოკაციებზე ყურძნის მიტანა და გაყიდვა ხდება და ასაღებენ ალადასტურად, ცდილობენ რომ გაასაღონ ალადასტურად, რეალურად არ არის ალადასტური და ამდენი ალადასტური საქართველოში არ იკრიფება. ეს არის მოლდოვური, ანუ მოლდოვანკა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშია, სასუფრე ყურძენია, მისართმევი ყურძენია, შესაძლოა წვენებში გამოიყენოთ, შესაძლოა ისე მიირთვათ, მაგრამ საღვინე არ არის. ანუ არ შეიძლება ჰიბრიდული ჯიშებისგან ღვინის დაყენება. ეხლა არ ავხსნი დაწვრილებით, თუ რატომ არ შეიძლება, შემდგომ ეპიზოდებში ვისაუბრებთ ამაზეც, თუ რატომ არ შეიძლება ჰიბრიდული ჯიშებისგან ღვინის დაყენება და მიირთმევა და რითი არის ეს საშიში, თუ რატომ არ არის სასარგებლო. აქ არის ღვინო. ამით ყველა კაი ხალხს გამომაჯოს დროებით გემშვიდობებით.